დიდი მადლობა თქვენ და ჟურნალისტს, რომ აშშ-ის გლობალური გაფრთხილებაც მოიცვა. ეს ისეთი სიტუაციაა, რომელსაც მხოლოდ იორდანიელები და ამერიკელები კი არა, სხვაებიც უნკლავდებით. ეს არის გლობალური საფრთხე ამ ბანდიტებისგან, რომლებიც ახლა ირანს მართავენ. და ცხადია, ეს სასოწარკვეთილებიდან გამომდინარეობს. ისინი უშვებენ ამ რაკეტებს განუწყვეტლივ სხვადასხვა სამიზნისკენ. ისინი ჩვეულებრივ ამბობენ, ან ამტკიცებენ, რომ მიზანში ამოიღეს დიდი სატანა და პატარა სატანა, ანუ ამერიკა და ისრაელი. რამდენიმე თვის წინ ისინი ცდილობდნენ გაეყიდათ თავიანთი ნარატივი. თითქოს იორდანიის სახაერო ძალები ჩამოაგდებდა რაკეტებს, რომლებიც ესმოდნენ ისრაელებს, რომლებიც თავის მხრივ ესმოდნენ ხალხს ღაზაში. ეს მცდარი და კალბი განცხადება აღმოჩნდა. რადგან ეხლა ირანელები აშკარად ირანის რეჟიმი მიზანში იღებს იორდანიას, ქუვეითს, ბაჰრეინს კონკრეტულად, რადგან ისინი რაღაცის გაკეთებას ცდილობენ. რაც შეეხება მზარდ ზეწოლას, ისინი ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნებში მთავრობები და ხალხი ზეწოლას მოახდენენ ან ადგილობრივ ხელისუფლებაზე, ან ამერიკელებზე. და ეს არსად მიდის, რადგან ეხლა ტრამპი სერიოზულად პასუხობს. თელ რეგიონში, არა მხოლოდ იორდანიაში და განსაკუთრებით სპარსეთის ყურის რეგიონში იჩენენ თავშეკავებას, მაგრამ ამბობენ, რომ ეს უსაზღვრო არ არის. ამგვარი მოთმინება, როგორც რამდენიმე ოფიციალურმა პირმა გამოხატა, დასრულდება. და არავინ იცის, როგორ შეიძლება ეს შეიცვალოს. შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებიდან რამდენიმე საათში ყველაზე იმობდეს ან ესპანეთს, ან არგენტინას. შესაძლოა, ირანელებიც იზეიმებენ თავიანთი რეჟიმის დაცემას. ის რეჟიმი 47 წლის განმავლობაში ტერორით მართავდა და ნამდვილად ბოროტების ღერძად დამტკიცდა, რადგან ახლა საფრთხე მხოლოდ სამხედრო ობიექტებს აღარ ემუქრება, როგორც ამტკიცებდნენ. ისინი სამოქალაქო ობიექტებს ესხმიან თავს. მაგალითად, ენერგიასთან ან წყლის გამტკნარებასთან დაკავშირებულ ობიექტებს. ნებართვით კითხოთ, ეკონომიკასაც გულისხმობთ, რადგან თუ ელაცსა და აკავას ესხმიან თავს, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკასა და ტურიზმს უტევენ. მართალია. ნებართვით კითხოთ. იორდანია ცდილობდა ომში არ ჩართულიყო. ეს ნეიტრალიტეტი ისევ სანდოა თუ შესაძლებელია. მადლობა ამ კითხვისთვის, ქალბატონო. ნეიტრალიტეტი ყოველთვის მორალურ პოზიციაზეა დაფუძნებული, მორალურ საფუძველზე. თქვენ ვერ დარჩებით განზე, როცა საქმე თქვენი ქვეყნის დაცვას ეხება. ეს არჩევანი არ არის. ეს ფიცი არის. ყველა სამხედრო პირი, ყველა მოქალაქე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში დაიცავს თავის ქვეყანას. იქნება ეს იორდანია, ისრაელი თუ მსოფლიოს ნებისმიერი ნაწილი. და ირანელები ცდილობენ შეაშინონ მშვიდობიანი მოსახლეობა ასეთი სამიზნეების, მოწყვლადი სამიზნეების შეტევით. და ისინი ფიქრობენ, რომ ეს სამიზნეები რბილია, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის, რადგან Pete Hegseth's ომის მდივნის თქმით, ის რაც მათ გააკეთეს ამერიკელი სამხედროების მიმართ, რომლებიც იორდანიაში მსახურობდნენ, კიდევ უფრო გაამყარებს ამერიკისა და მისი მოკავშირეების გადაწყვეტილებას დაიცვან ეს რეგიონი, დაიცვან ამერიკელები, დაიცვან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოსახლეობა. და კიდევ ერთხელ, დაიცვან თავისუფალი გადაადგილება ჰორმუზის სრუტეში. კარგი, ბაშარ ჯარარ, დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით დღეს შუადრით. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამას. გქონთ არაფრის. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა. და ეხლა ამ თემაზე უფრო დეტალურად სტუდიაში ჩემთან ერთად არის ახლო აღმოსავლეთის უფროსი კორესპონდენტი არიელ ოსერონი. ჩვენ ეს მოკლედ მოვისმინეთ ჩვენი სტუმრისგან, რაკეტები იორდანია, ქუვეითი. და ქუვეითი კონკრეტულად სამიზნე იყო ელექტროსადგური და გამტკნარების ქარხანა. და ქუვეითის სასმელი წყლის 90% სწორედ ამ გამტკნარების ქარხნებიდან მოდის. ეს მართლაც შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს მოსახლეობაზე. რატომ აირჩევდა ირანი ქუვეითის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, უბრალოდ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას? და რატომ ირჩევენ ქუვეითს სამიზნედ? ქუვეითი მხოლოდ ერთ-ერთი სამიზნეა. ისინი იორდანიაშიც ესხმიან თავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. მათ ეს უკვე გაუკეთებიათ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ყატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში. ისინი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ტერორისტული რეჟიმის მქონე სახელმწიფოა. აი რას აკეთებენ ტერორისტები?
ისინი ესხმიან თავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რათა შიში დათესონ მოსახლეობაში და თავიანთი პოლიტიკური მიზნები განახორციელონ. ეს არის პასუხი კითხვაზე, რატომ აკეთებენ ამას. მაგრამ თუ სამხედრო სტრატეგიის თვალსაზრისით უფრო ღრმად შევხედავთ, აქ ორი მთავარი მიზანი აქვთ. ერთი მიზანია გამოიყენონ ეს ქვეყნები და დაარტყან მათ ყველაზე მტკივნეულ ადგილას სამოქალაქო მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით, რათა ამ ქვეყნებზე ზეწოლა მოახდინონ და აიზულონ ისინი, ზეწოლა მოახდინონ აშათის შოჩოზე, რომ შეწყვიტოს თავდასხმები ირანზე. მაგრამ უფრო ფართო კონტექსტში მათ სურთ, რომ აშასეჩის ძალები რეგიონიდან გავიდნენ და ამ ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმებით მათ გონიათ, რომ ეს უბიძგებს ამ ქვეყნებს მოიშორონ აშანცეშვილის ყოფნა, რადგან მათი აზრით სწორედ აშანცეშვილის ყოფნა იწვევს ამ თავდასხმებს ამ ქვეყნებს. ამიტომ თუ აშანცეშვილის ყოფნა აღარ იქნება, თავდასხმებიც აღარ იქნება. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს უბრალოდ სიმართლე არ არის, რადგან მათი სამიზნეები მხოლოდ აშანცეშვილის სამხედრო ობიექტები არ არის. ისინი ესხმიან თავს კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც. ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ ამ ქვეყნების დამიზნება. მათ სურთ აჩვენონ, რომ რეგიონში ჰეგემონია არის. მათ სურთ აჩვენონ, რომ ძალა არიან, რომელსაც ანგარიშს უწევენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მათზე თავდასხმა განახორციელეს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა. ამიტომაც, ეხლა როცა ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი აქვთ, ამ ბარათს არაფრის დიდებით არ დათმობენ. ეს არის ის გზავნივი, რომელსაც ისინი ავრცელებენ. და ასევე ისინი ასე იქცევიან. მათთვის ეს ჰორმუზის სრუტის ომია. და ამ ომში, ესე ვთქვათ, ყველა სამიზნე მისაღებია, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმაც იმ ქვეყნებში, რომლებიც უშუალოდ არ არიან ჩართული. ეს მართლაც გავს დიდ მოძალადეს, რომელიც სკოლის ეზოში პატარა ბავშვებს ერჩის, რადგან ჯერჯერობით შედარებით დაბალი რისკია. ყოველ შემთხვევაში ირანისთვის ამის გაკეთების რისკი შედარებით დაბალია, რადგან არ ველით, რომ ქუეითი უცებ ირანზე სრულმასშტაბიან თავდასხმას განახორციელებს. და თუ ასე მოხდებოდა, ბევრი შედარება არ ექნებოდა. ისინი ნამდვილად მთავარი მოძალადეები არიან, მაგრამ ერთი ბავშვი ამ მოედანზე, რომელსაც ისინი არ ეხებიან, თუ თქვენს მეტაფორას მივყვებით, და ეს არის ისრაელი. და ეს იმიტომ, რომ ისინი ისრაელის საპასუხო დარტყმის ეშინიათ. როგორც თქვენ ამბობთ, მათ იციან, რომ ქუეითის, იორდანიის, მსგავსი ქვეყნების წინააღმდეგ წასვლა, რომლებსაც მცირე არმია და საპასუხო მოქმედებისთვის შეზღუდული სამხედრო შესაძლებლობები აქვთ, ადვილი სამიზნეებია მათთვის. მაგრამ ისინი ჯერჯერობით თავს იკავებენ ისრაელზე თავდასხმისგან, რადგან იციან, რომ ეს მათთვის ტკივილის სრულიად ახალ სამყაროს გახსნის, თუ გამოვიყენებთ ტერმინს, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი ადრე იყენებდა. საბოლოოდ, რასაც ისინი ცდილობენ, არის რეგიონული დომინანტობის დამტკიცება და იმის ჩვენება, რომ აღარ აპირებენ თავდასხმაზე უმოქმედოდ ჯდომას. სამწუხაროა, რომ მათი საპასუხო მოქმედება მიმართულია უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იმ ქვეყნებში, რომლებიც საერთოდ არ მონაწილეობენ მათზე თავდასხმაში. და სწორედ ამიტომ მათი მიზნები ვერ შესრულდება და ამის ნაცვლად, რომ დააშოროთ ეს სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები შეერთებულ შტატებს, თქვენ მხოლოდ მათ და შეერთებულ შტატებს უფრო აახლოებთ ერთმანეთს.